თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისის აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს, ასევე რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულებს შეურაცხყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში. ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით იქნა დაკავებული. პროტესტის მონაწილეები და პოლიტიკოსები დაკავებების მიზნად საზოგადოებაში სოლიდარობის აღმოფხრის სურვილს ასახელებენ, თუმცა ნაწილი თვლის, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები ხელისუფლების მხრიდან დუღილის ტემპერატურას კიდევ უფრო სირდის. და ეს განახლებული ტალღა იმაზე მეტყველებს, რომ შეიძლება მოეჩვენა ხელისუფლებას და ალბათ არც მოეჩვენა რაღაცა გავლენას, თქვათ შიშის დათესვის ფაქტორ, ეს ახდენს რაღაც გავლენას მოსახლეობის ფართო ფენებზე. მაგრამ არ ამგონია ამან დიდი გავლენა მოახდინოს იმ ადამიანებზე, ვინც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ რეჟიმს ებრძოლონ. იმაზე გავლენას ეს ვერ მოახდენს. და ეს არის სასწრაფოთელი მცდელობა ხელისუფლების, რომ აი რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს და ვითომ აი რაღაც მაგარი ბიჭები არიან და არავის ისე არ დატოვებენ. მაგრამ პროცესები მე მგონი თავისთავად მიმდინარეობს. თავისთავად არ გაგებით, რომ ის პოლიტიკა, რომელიც აქვს ხელისუფლებას, თავისთავად შექმნის იქითკენ მიდის, რომ ეს დუღილის ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება. პირველ რიგში სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს, ჩემი აზრით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, თუნდაც ვახოს ანაიას დაკავება, თუნდაც გიორგი ახობაძის დაკავება და შემდეგ უკვე 10 ადამიანის დაკავება, უკავშირდება იმას, რომ როგორღაც საზოგადოებაში აღმოიფხვრეს სოლიდარობა. ყველანაირ გზას მიმართავენ იმისთვის, რომ გაქრეს სოლიდარობა საზოგადოებაში, ყველას შეეშინდეს, თუ მაგალითად მე შენს მიმართ გამოხატო სოლიდარობას, ვიცი რომ მეც დამიჭერენ. არ გამოვიდა ეგ სოლიდარობის ჩახშობა, როგორც ვნახეთ, იმიტომ რომ 10 ადამიანის დაკავების შემდეგ მაინც მეორე დღესაც იდგა ხალხი საკრებულოსთან ზუსტად იგივე შინაარსის ბანერებით და თან ეს ბანერების გამო დაკავებაც არ არის პირველი. 2023 წელსაც გვინახავს ცარიელი ფურცლების გამო დაჭერილი ადამიანები, ტროტუარზე დაჭერილი ადამიანებიც გვინახავს და პოსტების გამო დაჯარიმებული და დაჭერილი ადამიანებიც გვინახავს, მანამ სანამ დრაკონულ კანონებს მიიღებდნენ, იქამდე იქცეოდნენ დრაკონულად. ან კანონი არის უბრალოდ იმისთვის, რომ ვიღაცას მოაჩვენონ თავი თითქოს მიქცევიან კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ როდესაც კანონი ეწინააღმდება კონსტიტუციას, ჩვენც ვალდებულები ვართ გავუწიოთ წინააღმდეგობა. ეს არის ჩვენი გეგმა.